ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 51. გლუვ ზედაპირზე მოთავსებული ემასის ძელაკი კასიხისტის ჰორიზონტალური ზამბარით მიმაგრებულია კედელთან, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და თავდაპირველად ზელაკი უძრავი არის. ხო, ანუ ეს ჩვენი მეორე, ეს არის იყოს მეორე სხეული, ეს იყოს პირველი სხეული, ესე იგი ეს გითხრეს რომ თავიდან უძრავია. ხოლო ზამბარა ჯერ არ არის დეფორმირებულიო და ამ ძელაკს დრეკადად ეჯახება ზამბარის გასწვრივ ვესიჩქარით მოძრავი ემასის ძელაკი. ანუ ეს ემასის ძელაკი პირველი სხეული, რომლის სიჩქარე არის VO, ეჯახება ამ მეორე ძელაკს. დაჯახების დრო არის ძალზე მცირე, ამიტომ დაჯახების პროცესში ზამბარა ვერ ასწრებს შექმნას. ხახუნი უბულებელყავითო და განსაზღვრეთო. პირველი ეს არის ძელაკების სიჩქარე დაჯახების ბოლოს. ხო, აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რას უნდა დავუკვირდეთ ახლა ჩვენ. დაჯახების დრო არის ხანმოკლე. ანუ დაჯახება რადგანაც მცირე დროის მონაკვეთში ხდება და ამასთან დაჯახება არის დრეკადი. მაშინ რა გამოგდის ჩვენ? ჩვენ გამოგდის რომ პირველი მოძრაობდა, მეორე უძრავი იყო, მასები ერთნაირი აქვს, მაშინ ესენი უბრალოდ სიჩქარეებს გაცვლიან. ანუ დაჯახების შემდეგ ამ მეორე სხეულს მიენიჭება V2 სიჩქარე, რომელიც ვესტოლი გახდება, ხოლო ეს სხეული გაჩერდება, სადაც ეს იდგა იქ, ხო? კი ბატონო, ესე იგი პირველში გავიცით ახლა ჩვენ პასუხი. პირველის პასუხი იქნება V2 გახდება ვესტოლი. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე, ზამბარის მაქსიმალური შეკუმშვა გაინტერესებს. ეხლა პირველი ძელაკი როგორც თქვი გაჩერდა, ხოლო მეორე ძელაკის რაღაც კინეტიკური ენერგია მიენიჭა, ხო? ეს კინეტიკური ენერგია რომ მიენიჭა, ეხლა ეს კინეტიკური ეს რადგანაც ვესიჩქარე მიენიჭა, ეს მეორე სხეული ამ ჩვენ ზამბარას შეკუმშავთ, ხო? და მაქსიმალურად როცა შეიკუმშებოდა, მაქსიმალური შეკუმშვის მომენტში ეს მეორე სხეული გაჩერდებოდა. ესე იგი, ამ მეორე სხეულის მთლიანი კინეტიკური ენერგია mv²ნახევარი თუ გაჩერდა, ნუ ეს კინეტიკური ენერგია სადღაცაც უნდა წასულიყო. ნუ წავიდოდა და გადავიდოდა ზამბარის პოტენციურ ენერგიაში, რომელიც ტოლია kx²ნახევრის. მაგრამ რადგანაც როდესაც მაქსიმალურად იკუმშება, მაშინ ხდება ეს პროცესი, მაშინ გადახრა ყოფილა მაქსიმალური. და აქედან ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ მაქსიმალური შეკუმშვა, x მაქსიმალური. ესენი შეგვიკვეცა. ხო, ესენი შეგვიკვეცა და რა გამოგდის, ესე იგი, kx², ხო, აქედან x მაქსიმალური კვადრატი გამოგდის mv² შეფარდებული k-სთან და აქედან ეს არის მეორე კითხვა დავაწეროთ. აქედან ჩვენ გამოგდის რომ x მაქსიმალური ფესვი უნდა მოვიღოთ აქედან v² და კი ამოდის ფესვი, ესე იგი v გვექნება და ფესვი დარჩება m შეფარდებული k-სთან, ასეთი რაღაცა. კი ბატონო, დავწეროთ მეორეს პასუხი, ესე იგი მეორეში მივიღეთ რომ x მაქსიმალური შეკუმშვა ტოლი ყოფილა v-ჯერ ფესვი m შეფარდებული k-სთან. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. კედელზე მოქმედი მაქსიმალური ძალა. ხო, ეხლა კედელზე მოქმედი ძალა, ხო, ეხლა უყურეთ, როდესაც უკვე მეორე სხეულს დაეჯახა ეს პირველი სხეული და ეს ზამბარა შეიკუმშა, ხო, აქეთკენ შეიკუმშა. შესაბამისად, ამასში აღიძრა დრეკადობის ძალა, რომელიც მიმართული იქნება, ეს იქნება F დრეკადი. ხო, ეს იქნება F დრეკადობის ძალა. და რა მომდინარე იქიდან რომ დრეკადობის ძალა ეწინააღმდეგება ამ მასის სხეულს, ეს ზამბარა ეწინააღმდეგება რომ კედლისკენ წავიდეს, ხო? შესაბამისად, F დრეკადის ძალა თუ არის აქეთ მიმართული, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, კედელზეც იმოქმედებდა იგივე ძალა, ეს იგივე ძალა, ასე იმოქმედებდა კედელზე, F დრეკადობის ძალა, ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, ოღონდ საწინააღმდეგოდ მიმართული, ხო? და მაქსიმალური ძალა როდის მიიღება? დრეკადობის ძალა მაქსიმალური აღიძვრება, როდესაც ეს ზამბარა მაქსიმალურად არის შეკუმშული. შესაბამისად, F მაქსიმალური დრეკადობის ძალაზეა საუბარი, ტოლი იქნება kx მაქსიმალურის ჰუკის კანონი ჩავწერეთ. კი ბატონო, აქედან ჩვენ რას ვიკითხებიან? ამ F მაქსიმალურს. ეს ტოლი იქნება k-ჯერ x მაქსიმალური ვიპოვეთ აგერ და v ფესვი m შეფარდებული k-სთან. მოდი
ეს კა შევიტანოთ ფესის შიგნით. ფესის შიგნით რო შევიტან, კ კვადრატი გვექნება, კ კვადრატი და კ შეგვეკვეცება და მივიღებთ v ფესვი m კ-ს. ასეთი რაღაცა გამოგვივიდა მაქსიმალური ძალისთვის. ესე იგი მესამეს ჩავწეროთ პასუხი. f მაქსიმალური ძალა ტოლი ყოფილა v ფესვი m კ. და მეოთხე კითხვაც ვნახოთ, მეოთხეში რა უნდათ? პირველი დაჯახების მომენტიდან რა დროში დაეჯახებიან ძელაკები ერთმანეთს ხელმეკვეთად. მოდით იცი რა ვქნათ ამ შემთხვევაში. დავივიწყოთ, რომ საერთოდ ეს პირველი ძელაკი, რომელიც დაეჯახა და აი ამის ადგილას დადგა, არსებობს. მაშინ რა მოხდებოდა? მოდით ცალკე დავხაზოთ. ასე დავხაზოთ. კარგი კედელი. ასეთი კედელი გვაქვს. ეს ახლა თავიდან იყო აი ეს ავიღოთ ღერძად, საწყის მდებარეობად, აი სადაც იყო, აი ეს არის, ეს აი აქ იყო. მერე შეიკუმშა მაქსიმალურად, აი შეიკუმშა. ეს შეიკუმშა და რა მაქსიმალურად ხო გადაიხარა ეს. ეს მაქსიმალური გადახრას კიდე ჩვენ რას ვეძახით წონასწორობის მდგომარეობიდან გავიხსენოთ, ეს არის ამპლიტუდა, ხო? ამპლიტუდით. მერე ეს პირველი სხეული თუ არ იარსებებდა, ესე იგი ამპლიტუდით გადმოიხრებოდა, მერე ისევ წამოვიდოდა აქეთ, ეს ერთი ამპლიტუდა გაიარა უკვე, შეიკუმშა. მერე აქეთ გამოივლიდა მეორე ამპლიტუდას, მერე აქ თუ ემასის სხეული არ დახვდებოდა, ნუ გააგრძელებდა კიდე აქეთ მაქსიმალურად გაიწელებოდა ეს ჩვენი რა ქვია ამას ზამბარა, კიდე ამპლიტუდით აქეთ, ხო? და შემდეგ ისევ აგერ მოვიდოდა. საწყის მდგომარეობას კიდე ამპლიტუდით აქეთ წამოვიდოდა. აი ასე. აქ ხო მოვიდოდა. აქ მოვიდოდა რაღაც მომენტში. ასე. იმედია გასაგებად შეიძლებოდა კიდე დახაზვა რამდენიმე სურათის. მოდით არ დავიზაროთ, დავხაზოთ, რომ გასაგები იყო, ხო? ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამპლიტუდა გაიარა, ხო? ეს არის პირველი შემთხვევა. ახლა მეორე შემთხვევაში მოდი პატარად მივუხაზავ. მეორე შემთხვევაში ნახეთ როგორი სიტუაცია გვექნება. აქ ხო არის ეს წონასწორობის მდებარეობა. ისევ აქ დაბრუნდებოდა, ნახეთ, ისევ აქ დაბრუნდებოდა. ისევ აქ დაბრუნდებოდა და ისევ გამოივლიდა, აქ ხო იყო, ისევ გამოივლიდა აქეთ ამპლიტუდას. მერე ეს არის მეორე შემთხვევა. მერე მესამე შემთხვევაში ნახეთ რა მოხდებოდა, მესამე შემთხვევაში გვექნებოდა ასეთი სიტუაცია, აქ არის წონასწორობის მდებარეობა, უკვე აქეთ გამოიწელებოდა ეს ჩვენი ზამბარა, ასე ბატონო ჩემო, ასე იქნება გამოწელილი. ანუ კიდე აქეთ გამოივლიდა ერთ ამპლიტუდას და მეოთხე შემთხვევაში რომ დაუბრუნდებოდა თავის საწყის მდგომარეობას, გვექნებოდა ასეთი სურათი. აი აქ მოვიდოდა ისევ აქ მოვიდოდა. ისევ აი აქ ხო იყო მესამედან აი აქ ხო იყო კიდე აქეთ გამოივლიდა ერთ ამპლიტუდას. ანუ სულ დაჭირდა პირველ შემთხვევაში 1 ამპლიტუდა, 2, 3, 4 ამპლიტუდის გავლა დაჭირდა, რომ საწყის მდგომარეობას დაბრუნებოდა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ეს პირველი სხეული არ იარსებებდა. თუმცა აი აქ რომ მოვიდა, ნახეთ, მეორეში რომ მოვიდა, აი აქ დახვდა ის პირველი გაჩერებული სხეული, ხო დახვდებოდა აი აქ. აი ეს მასის სხეული დახვდებოდა აქ. და ეს რა დროში მოხდებოდა, ხო? რა შემთხვევაში მოხდებოდა, როცა ორი ამპლიტუდა აქვს გავლილი. ერთი მარჯვნივ და აგერ მარცხნივ. შესაბამისად, თუ ტეუდრის მთლიანი პერიოდის განმავლობაში 4 ამპლიტუდა გაიარა, მაშინ t-ნახევარ დროში, ამპლიტუდის ნახევარ დროში, ხო, ამპლიტუდის ნახევარ დროში, დაეჯახებოდა, რომელიც 2 ამპლიტუდის ტოლი არის. მეორე მხრივ ჩვენ გავიხსენოთ, რომ t ერთი მეორე მხრივ პერიოდი ტოლი არის მერხევის სხეულისთვის 2 π ფესვი m-ის შეფარდებული კასთან. და ის დრო რა დროშიც დაეჯახებოდა, ეს იქნება t-ნახევარი და მოდი ამას ტაუ დავარქვით. ტაუ დრო დავარქვით. ესეც 2-ზე უნდა გავყო მაშინ. ესენი შეიკვეცება და ეს ტოლი იქნება π ფესვი m-ის შეფარდებული კასთან, ხო? ანუ რა გამოგვდის ტაუ მეოთხე ტაუ ის დრო არის რა დროში დაეჯახებიან ძელაკებს ერთმანეთს ხელმეორედ, ეს ტოლი იქნება π ჯერ ფესვი m-ის შეფარდებული კასთან.